რამდენიმე ქვეყნის მიერ დასანქცირებულმა ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მეხუთე მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თადუმაძე ლიეტუვისა და უკრაინის მიერ არის სანქცირებული. გომელაური კი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, ესტონეთმა, უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. შალვა თადუმაძე კი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. მანამდე კი 2018-2019 წლებში ის მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა. მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს რღვევა და ძალოვანი უწყება როგორც საყრდენი ავტორიტარული რეჟიმის, მას ჭირდება ივანიშვილის მხრიდან გაძლიერება და თადუმაძე ჩამოაქვეითეს რეალურად იმისთვის უვადო მოსამართლეობიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობამდე, რომ ცადოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტორიტარიზმის და რღვევის გაძლიერება და რღვევის შეჩერება. ეს არის ახლა შალვა თადუმაძის დავალება ივანიშვილის და რუსული რეჟიმის მხრიდან, რაც დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოუვა შინაგან საქმეთა მინისტრის მაგიდაზე დევს ასობით თუ არა ათასობით განცხადება სამსახურებიდან წასვლის შესახებ, თუმცა მათ არ აკმაყოფილებენ, რითიც ხელს უშლიან ამ ადამიანების ქუჩაში გამოსვლას. შესაძლოა შალვა თადუმაძე გამოიყენოს სასამართლოსა და შსს შორის ურთიერთობისთვის, ეს ისედაც დალაგებული აქვს, მაგრამ მაინც გარდა ამისა შესაძლოა შალვა თადუმაძე გამოიყენონ რაღაცა შეფუთულად ადამიანის უფლებების ჩარჩოს ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ქაღალდზე იქნება კვლავ დაწერილი და ფაქტის დონეზე ჩვენ კი ვხედავთ რა ხდება. კონსტიტუცია არ მოქმედებს, რომელიც ასევე ქაღალდზეა, მაგრამ თუ არ იმოქმედებს, როგორც ქაღალდი ისე დარჩება და მთავარი არის აი სწორედ პოლიტიკური ნება რა არის და პოლიტიკური ნება არ არის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მე მგონი სანქცირებულების რაღაცა კლუბს აკეთებენ და თუ არ მოიწყინოს გომელაურმა მარტო მიუსვეს მეორე სანქცირებული ადამიანი.